მსგავსი ტიპის ადამიანებს თუ არ მოიშორებ ცხოვრებიდან, დაემშვიდობე წარმატებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას. და არ მაინტერესებს ის შენი მეგობარია, ნათესავი თუ ოჯახის წევრი, თუ ის გიშხამებს ცხოვრებას და გინდა რაღაცა პრეტენზია ცხოვრებაში, ხო, მეტი გინდა, მაგრამ ვერ აღწევ და რაღაცა გიშლის ხელს და გონია რომ პრობლემა შენშია, სინამდვილეში პრობლემა არის შენს გარემოცვაში. ყოველ ჯერზე, როცა ამოდიოდი რაღაცა ფსკერიდან, რაღაცა ჭაობიდან შენ ცხოვრებაში, დაიმახსოვრე ყოველთვის შენ ვიღაც ადამიანი ამაში გეხმარებოდა და ნუ ავფასურებ გარემოცვის ძალას და ეხლა დამიწერთ წარმატების გამო ძველ მეგობრებს დავემშვიდობები. კი, აუცილებლად უნდა დაემშვიდობო იმ შემთხვევაში თუ გაქვს უფრო მეტის პრეტენზია ცხოვრებაში. ან ისეთი მეგობრები რაში გჭირდება, რომელიც უეჭველი ვიცი, როგორც კი წარმატების გზაზე დადგები, იტყვიან, ამან ბლოგერობა დაიწყო, ამან ეს დაიწყო, ამან მილიონერობა მოუნდა ამას და ყველანაირად ჩაგიშხამებენ ყველა გეგმას. რაში გჭირდება ეგეთი ხალხი? რა მნიშვნელობა აქვს? ბავშვობის მაკაცია, ოჯახის წევრია თუ ვინ არის? თუ შენს ყველაზე მნიშვნელოვანს, შენს წარმატებას და შენს ბედნიერებას უშლის ხელს. მითხარი, გამაგებინე კომენტარებში, რაში ვარ არასწორი. გეოლდები.